მოდიან გოგოები და რაღაცის სჯერათ. ერთ ვარჯიშზე მოვიყავი და მეორეზე ვაიმე რაღაცა გამებერა ფეხი. ისიამოვნო ამ ვარჯიში დაიღალო, მაგრამ მაგარი ნასიამოვნები გამოხვიდე. წადი ივარჯიშე, უნდა ივარჯიშო, ეს კარგია და არა მისი აზრი, მისი მზაობა. საკუთარი გადაწყვეტილება არ იყო. ძალიან ბევრი ქალბატონი ჯანმრთელობას ავნებს არასწორი და მცდარი ინფორმაციით. 77 საათი არ ჭამდი საჭმელს საერთოდ და სამჯერ დღეში ვარჯიშობდი, როგორ გადარჩი მე. მეგობრებო არ სადოთ რამეზე საშიშია. მერე რო დამთავრდება ეს სტრესი და რო გადავრჩით და უკვე შედეგს რო ხედავ, მერე მოდის мотиваცია. თუ გინდა წონაში კნება, რო ივარჯიშე 2 საათი არ ჭამო, 4 საათი არ ჭამო. გემრიელად ჭამა არ ეწინააღმდეგება ჯანსაღკვებას. პროტეინი, კრეატინი, ვიტამინები. დანამატებს შორის ყველაზე გამოკვლეული სადაც არსებობს ათასობით კვლევები არის პროტეინი და კრეატინი. სად უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი? ერთ-ერთი მარადიული კითხვაა, მე მგონი კარდიო თუ ძალისმიერი. რა როლი უკავია мотиваციას და რა როლი უკავია დისციპლინას? ცალსახად რაღაცა იმ სექტანტივით გამოვდეს, რომ ძალისმიერი ვარჯიში პანაცეა, ყველაფრისთვის კარგია. კიდე რას ამიგზავნო, რაზეც მეთქე არაკოტე. ამას შენ არიზამ, ან აზრი არა აქვს. არ ვარ მომხრე ანტიცელულიტური მასაჟების. ძირითადად რაღაცა სცემენ გოგოებს, ისინი მოდიან მერე ჰემატომებით. დაიხარჯე შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.